ბრუნდება. დილამშვიდობისა. ემიგრანტი ნიკუშა, ყარაჩოღლის სამოსიანი ლაზარე, ჩოხოსანი გიორგი, ჭრელწინდიანი მარიამი და უფლისწული დაჩი. ზღაპრის პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა დროის თბილისში ცხოვრობენ. 5 ბავშვი, 5 თბილისი ახალგაზრდა ფილოლოგის ზღაპარია, რომლის საკითხვაც პატარებს გაუადვილდებათ და თან დედაქალაქის ისტორიასაც გაეცნობიან. ეს გვანცა ჯობავას პირველი წიგნია, რომელიც მან ბავშვებსა და თბილისს მიუძღვნა. ზღაპარი, რომელშიც თბილისის 5 ეპოქის ისტორია არის გაცოცხლებული, ნახეთ მაიკო ჭაფოძის სიუჟეტში. სამგზავრო თვითმფრინავი ნიუ-იორკი-თბილისი, მალე თბილისის აეროპორტში დაეშვება. და ჩემი ზღაპრის ისტორიაც აქედან იწყება. პატარა ემიგრანტი 6 წლის ნიკუშა სამშობლოში ბრუნდება. ბაბუა მას თბილისის სხვადასხვა უბანში ასეირნებს და ქალაქის ისტორიას უყვება. 5 ბავშვი, 5 თბილისი, ასეთია სახელწოდება გვანცა ჯობავას ზღაპრისა, რომელიც თბილისის 5 ეპოქის ისტორიას აცოცხლებს. როდესაც გადავწყვეტა ესეთ თბილისის ისტორიაზე შემექმნა წიგნი, პირველი რაც ესეთი პრობლემა იყო, რომლის გამოტანით შეიძლებოდა იყოს სწორედ ეს ემიგრანტი ბავშვების თემა, რომლებიც არ იცნობენ თავიანთ სამშობლოს. ემიგრანტი ნიკუშა, ყარაჩოღლის სამოსიანი ლაზარე, ჩოხოსანი გიორგი, ჭრელწინდებიანი მარიამი და უფლისწული დაჩი. გვანცა ჯობავას ამგმირებს ერთი ქალაქი, თბილისი აერთიანებთ. ზღაპარში ყველა პერსონაჟი 6 წლისაა და ქალაქის ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ცხოვრობენ. წიგნში 150 წლის წინანდელი თბილისი, გიორგი ბრწყინვალისა და ვახტანგ გორგასლის მეფობის დროინდელი ამბებია გაცოცხლებული, ოღონდ ზღაპრულად, ისე რომ პატარებს მისი კითხვა გაუადვილდეთ და თან ქალაქის ისტორიასაც გაეცნონ. ზღაპარია და ბევრი რამე გამოგონილი უნდა იყოს, მაგრამ როცა ეს ისტორიაზე საუბარი, მე ნამდვილად არ მინდოდა, რომ რამე უზუსტობა ან აცდენა ყოფილიყო თუნდაც საუკუნეებში, იმიტომ რომ აქ დათარიღებულია სწორედაც საუკუნეები და თუნდაც ის გიორგი ბრწყინვალე, რომელსაც ხვდება ჩემი ერთ-ერთი პერსონაჟი, აუცილებლად უნდა ყოფილიყო იმ პერიოდში და უნდა, რა თქმა უნდა, ზედმიწევნით აი ეს ყველაფერი დაცულია. პროფესიით ფილოლოგია, უყვარს ღამის თბილისში სეირნობა. წერა ბავშვობიდან დაიწყო და ამბობს, რომ ზღაპრები ირეალურ სამყაროში გადასასვლელად ეხმარებიან. პერსონაჟებს თავად იგონებს და ისე აცხოვრებს, როგორც თვითონ იცხოვრებდა. ძალიან მიყვარს ეს ადგილები, იმიტომ რომ რაღაც სიძველეა, იცი ამ ყველაფერში და ამ სიძველეში კიდე არის ძალიან ბევრი იდუმალი რამ. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ესეა და აი პირველად, როდესაც თქვათ, ჩემი პირველი ნაბიჯები პოეზიაში იყო ამ ყველაფერში თაგონებული, იმ ადგილებით, რომლებიც აქ არის, ამ იდუმალებით და შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი პირველი საბავშვო წიგნიც, ჩემი ზღაპარიც სწორედ ამ თემაზე შეიქმნა. 5 ბავშვი, 5 თბილისი 24 წლის მწერლის პირველი წიგნია. კრებული ელფის გამომცემლობამ დაბეჭდა და მისი პრეზენტაცია 29 იანვარს სამების ახალგაზრდული ცენტრის დარბაზშია დაგეგმილი.